მოსწავლეებს, რომლებსაც სხვადასხვა საგანში სწრებადობის ცუდი მაჩვენებელი აქვთ, შესაძლებლობა ეძლევათ მდგომარეობა გაიუმჯობესონ. მე-12 კლასელთათვის დღეიდან საექსტერნო გამოცდები დაიწყო. სასურველ საგანს სკოლა ინდივიდუალურად ირჩევს. გამოცდა ტესტირებით ბარდება. მოსწავლე, რომელიც 10 ქულიდან 5 ქულას ვერ აიღებს, მას სასწავლო წლის თავიდან გავლა ან მომდევნო წლის საექსტერნო გამოცდაზე გამოცხადება მოუწევს. ავტომატურად ისინი აღარც სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე დაიშვებიან. მე-12 კლასელებს ექსტერნად გამოცდების ჩაბარება 14 მაისამდე შეეძლებათ. დაბალ კლასელთათვის საექსტერნო გამოცდების გამოცხადების ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია. ქალაქის მასშტაბით საექსტერნო გამოცდებზე წელს 228 მოსწავლე გავა. რესურსცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, მათგან ყველაზე მეტი მსურველი 43 მოსწავლე ნომერ 1 საჯარო სკოლაშია. იმ მოსწავლეებს, რომლებსაც სკოლის მიმდინარეობის დროს რომელიმე კონკრეტულ საგანში დაუგროვდებათ საგნისათვის დათმობილი საათების 30% და მეტი გაცდენა, ეს მოსწავლეები სკოლის მიმდინარე ნიშნებით ვერ შეფასებიან და მათ შეუძლიათ მხოლოდ ექსტერნატის გამოცდების საშუალებით დაძლევენ ესა თუ ის კლასი. ის მოსწავლეები, რომლებიც ვერ დაძლევენ ამა თუ იმ საგანს, აღარ ექნებათ უფლება მიიღონ სკოლის გამოსაშვებ გამოცებზე და ფაქტურად ჩაითვლება, რომ ისინი არიან დატოვებული იმავე კლასში.